გამარჯობათ მეგობრებო, ეს ჩვენი მარათონის უკვე მე-11 დღეა. ძალიან მიხარია, რომ ვახერხებთ ამ მარათონის წარმატებით დასრულებას. თითქმის უკვე რამდენიმე დღე დარჩა და იმედი მაქვს, რომ რაც ვისაუბრეთ და ვისაუბრებთ მომავალშიც, გამოგადგებათ საკუთარი საქმიანობის წარმართვაში წარმატებულად, მოტივირებულად და ენერგიულად. თუ გსურს მოტივაცია და ენერგიულობა შევინარჩუნოთ, ცხადია, რაც შეიძლება მეტი წარმატებული საქმე უნდა გქონდეს და საკუთარ თავსაც ისე უნდა აღვიქვამდეთ, როგორც ადამიანი, რომელიც ყველაფერში დიდ შედეგებს დებს და საკუთარ დასახულ მიზნებს აღწევს ყველაფრის მიუხედავად. შესაბამისად, მოტივაციის შენარჩუნება რთულია, როცა გვახსოვს ბევრი წარუმატებლობა სხვადასხვა წამოწყებულ საქმეში, საკუთარ გამოცდილებაში. შესაძლოა წარსულში სცადე რომელიმე პროექტში წარმატების მიღწევა, მაგრამ საქმეს თავი დაანებე, რადგან იმ მომენტში არ აღმოგაჩნდა საჭირო უნარები და ცოდნა. რას ვიზამთ? ეს ზრდის ნაწილია. ყველას გამოგვივლია მსგავსი. საუკეთესო ვარიანტია ამ ყველაფერს ისე შეხედო როგორც გამოცდილებას და ზრდის პროცესის ნაწილს. თუმცა არსებობს ზოგჯერ ისეთი შემთხვევების, როდესაც მაინც გრჩება გონებაში ფიქრები, რომ რომელიმე კონკრეტული საქმე უნდა გამოგსულდა და უნდა დაგენებებინა თავი მისთვის. აქვე გეტყვი, რომ ეს სინამდვილეში გამოძახილია იმის, რომ დროა ამ ძველ საქმეს დაუბრუნდე, ოღონდ ამჟამად მეტი ცოდნითა და უნარებით. ჩამოწერე ყველა ის პროექტი თუ მიზანი, რაც გსურდა წლების ან რამდენიმე თვის წინ გამოგსვლოდა, მაგრამ ისი არ გამოგივიდა მაშინ, როგორც გსურდა. დაუბრუნდი ამ მომენტში ისევ მას და გააკეთე განცხადება, რომ ყველაფერს აღწევ, რასაც მიზნად დაისახავ. დამიჯერე, ეს გასწავლის არამხოლოდ ნებისყოფის გამომუშავებას, არამედ დაგანახებს, რომ წარუმატებლობა და მოტივაციის ნაკლებობა ხშირად იქიდან მოდის, რომ ჩვენ არ ვაძლევთ საკუთარ თავს საშუალებას, ბოლომდე გამოვავლინოთ საკუთარი შესაძლებლობები. მაგალითს მოვყვები საკუთარი ცხოვრებიდან. 17 წლის ასაკში მსურდა მეცადა ეგრეთ წოდებული affiliate marketing, უშუალოდ კოსმეტიკური ნაწარმისა და სილამაზის მიმართულებით. მაშინ არ მეყო საკმარისი რესურსები საქმე წამომეწყო, არ მქონდა იმის უნარები აუდიტორიამდე მიმეღწია ხმა. გამეწია საქმის მენეჯმენტი, თუმცა 2 წლის შემდეგ თავიდან დაუბრუნდი ამ საქმეს და საკუთარი გვერდის კი შევქმენი უშუალოდ ქალბატონებისთვის, სილამაზისა და თავისმოვლის თემატიკით. ასევე სპორტის მიმართულებით მომიწია 1 წლიანი პაუზა. არ და 4 წლის მანძილზე ვიყავი ვარჯიში და სწორი კვებით დაკავებული. თავს წარუმატებლად ვგრძნობდი, რომ ამ სფეროში შედეგები ვერ დავდე. ამიტომ აქაც წამოვიწყე ჩემი ახალი გვერდი, სადაც ვსაუბრობ ვარჯიშზე და სწორ კვებაზე. თუნდაც 1 წლიანი პაუზის შემდეგ საკუთარი კონტენტი მაინც ავაგე ამ მიმართულებით და პერსპექტივებსაც ვხედავ, რომ ამ საქმითაც შემოსავალიც მივიღო. პირადი ისტორიები გვერდზე გადავდოთ. ახლა პატარა ტექნიკებს გაგიზიარებ, უშუალოდ შენ როგორღა დაუბრუნდე შენს ძველ გატაცებებს და როგორ დადო შედეგები ამჟამად. გამოიყენე ბოლო 10%-ის წესი. ხშირად ჩვენ საქმეს ვანებებთ თავს, როდესაც სულ ბოლო ნაბიჯი გვაქვს დარჩენილი შედეგამდე. როცა ძალიან გიჭირს გაგრძელება და რაიმეს დასრულება, გაახსენე საკუთარ თავს, რომ შესაძლოა სულ რაღაც 10% დაგრჩა და შესაძლებელია შედეგზე გახვიდე. დააწესე კონკრეტული დასრულების დრო. არ ელაპარაკო ზოგადად, ერთ დღეს გავაკეთებ. დააზუსტე, როდის გსურს იხილო ზუსტი შედეგები. და თუ დაიწყე საქმე, ერთი კონკრეტული ნაბიჯი მიიყვანე ბოლომდე, თუ მთლიანი საქმიანობა ვერ მიყავს ჯერ ბოლომდე. დაიმახსოვრე დიდი დასრულებული პროექტი სწორედ პატარა დასრულებული ნაბიჯებით იქნება. ასევე შეუთანხმე ვინმე მეგობარს, ან ისეთ ადამიანს, რომელსაც გსურს შემდეგ აცნობო, რომ საქმე ბოლომდე მიიყვანე. თავიდან შეიძლება ესეც გამოგადგეს, სანამ კარგად გააძლიერებს საკუთარ ნებისყოფას და იდენტობას. თუ რაიმე პატარა მარცხზე გული გტკივა, ისწავლე იუმორით ამ სტრესის განეიტრალება. ეს არ ნიშნავს, რომ შენ არ უნდა იმუშაო საკუთარ თავზე და არ უნდა დახვეწო უნარები და ცოდნა. ეს უბრალოდ გასწავლის, რომ პროცესის დროს მოსულა პატარა შეცდომებიც. დაწერე რომელიმე პატარა წარუმატებლობაზე რაიმე ხუმრობა ან ირონიული ტექსტი, ან თუ კრიტიკის შიში გაქვს, დაურთე მსუბუქი იუმორი საკუთარ შეცდომას. დამიჯერე მძიმე გრძნობები ხელს შეგიშლის გზა განაგძო, ან კარგი გამოსავალი მოძებნო რაიმე მცირე შეცდომაზეც. ეს მიდგომა არ მხოლოდ ჩვებას მოგცემს, არამედ მიგაჩვევს დადებითი განწყობა შეინარჩუნო და შენი საქმიანობით სიამოვნება მიიღო და არა ხშირი სტრესი. მე მაგალითად ჩემს მეგობართან ერთად ვიცინი, თუ რომელიმე ვიზუალის აწყობა თავიდან ცუდად გამომივიდა, ან კამერაში საუბრისას რაიმე შემეშალა. ამას პროცესი უფრო მსუბუქ ნაკადში გადაჰყავს. შესაბამისად, ნაკლები შანსია არსებულ სირთულეს თავი დავანებო და ბოლომდე არ მივიყვანო. ჩამოაყალიბე ყოველდღიური მიმდევრობითი გრაფიკი. ჩვენ წინა ვიდეოებში ვისაუბრეთ, თუ როგორი მნიშვნელოვანია სისტემურობა და რომ თუნდაც ფრილანსერი იყო აუცილებელია საკუთარი გრაფიკის შედგენა, რას როდის გააკეთებ და სად. აქ კი დავუმატებდი, რომ თუ გინდა მუდმივად ჩართულობა არ დაკარგო, გრაფიკში ჩვევად გაიხადე პატარა მიმდევრობების დაცვა. არ მიუდგე ქაოსურად ყველაფრის მოსწრების სურვილს. დაწერე გრაფიკში გასაკეთებელი საქმიდან პირველი რითი იწყებ, შემდეგ რა მოყვება მას და ასე შემდეგ.
ეცადე ისეთი სისტემა ააგო, რომ მიახლოებით რუტინულ საქმეში ეს მიმდევრობა არ დაგერღვეს და ჩვევის სახით გაგიჯდეს. მაგალითად, გაღვიძებიდან, საუზმისა და მოწესრიგების შემდეგ პირველი ვამოწმებთ სოციალურ ქსელში სიახლეებს, ინბოქსებს, ანალიტიკას ვაკეთებ შედეგების. შემდეგ ვუმუშაობ რომელიმე კონკრეტულ პლატფორმის გვერდის მართვაზე, კონტენტის შექმნაზე. როცა კონტენტის შექმნას მოვრჩებით, გადავიდეთ YouTube არხისთვის ვიდეოს ჩაწერაზე. მარკეტინგის, კონტენტ კრეატორობისა და მსგავს საქმიანობებში შეუძლებელია მუდმივად ერთნაირ საქმეს აკეთებდე და ყველა დღე ერთმანეთს ჰგავდეს. თუმცა არსებობს კონკრეტული შესასრულებელი პუნქტები, რომელსაც ვერ გადააბიჯებ, რაც არ უნდა შეიცვალოს გასაკეთებელი პროექტები, საქმეები და ასე შემდეგ. ჩემ შემთხვევაში მე მიწევს ყოველდღიურად ვიდეოების ჩაწერა საკუთარი პერსონალური ბლოგისთვის, ასევე მუდმივად მიწევს გადავხედო სიახლეებს სხვადასხვა წყაროებიდან, მუდმივად მიწევს ახალი უნარების ათვისებისთვის დროის გამოყოფა. შესაბამისად, მსგავსი საქმიანობები ერთმანეთის მიმდევრობით მაქვს ჩამოწერილი საკუთარ გრაფიკში და შესაბამისად მეტად სტრუქტურირებულად ვუდგები საქმეს და მეტად სტაბილურად მივუყვები მთლიან პროცესს. მოტივაციას გიკარგავს ქაოსური მიდგომა ყველაფრის არეულად გაკეთება და ბოლოს სუსტი შედეგების, ამ არასრულყოფილი შრომისგან მიღება. ასე რომ, წესად გაიხადეს სისტემურობა და თანმიმდევრულობის დაცვა. დღეისთვის სულ ეს იყო. ძალიან დიდი მადლობა რომ უყურეთ ამ ვიდეოს. აუცილებლად გამოიწერეთ ჩემი არხი, მოიწონეთ ვიდეო და კომენტარების ველში დატოვეთ თქვენი შეფასება. აბა დროებით.